მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით Minecraft-ის ნაწილი მეორედან, სადაც დღეს სად არის აბა? სად არის აბა? რატო არ მერტყავს ერთი მაინტერესებს. მოკლედ, დღეს რომ არ გვეყოლება, არიცალა და ვერ შემოვიდა, ხო და არც ვუთხარ რომ ვიდეოს გადაღებას ვაპირებ. მოკლედ, ასეთი სიურპრიზის დახვედრებას ვაპირებ, რომ აი, ავაშენოთ მოდის სახლი, მაგრამ როგორი ავაშენოთ ჯერ ვფიქრობ. და რესურსები მოვაგროვე უკვე. აი აქ რაც იყო, ის წავშალე საერთოდ, აი არ მომწონდა რაღაც ძალიან არაორდინალური იყო, რაღაცნაირი, აი შეუფერებელი იყო ჩვენთვის რა. მოკლედ, ვიწვალე, ვიყავი ჩასული მიწის ქვეშეთში, აქ გათხრილში, აქ გათხრილში ვიყავი ჩასული, კაროჩე, აქ არა. სად იყო ის ადგილი დამოვიწყდა. მოკლედ, აქ ვიყავი ჩასული, ქვევით იქ რაღაცა მაინშახტა არის, რაღაცა კაროჩე რა. მოკლედ და ვიპოვე deep slate-ი, ვიპოვე აი ბევრი ისეთი მატერიალი, რომელიც გამომადგებოდა სახლის ასაშენებლად, ავდექი, მე ხეები გადავთხარე და ეს ჰაერში დამჩა საერთოდ აქ. მოკლედ, იქით ვაფშე გადავატყავე კიდე ყველაფერი და ცოტა კინაც ვიპოვე, ქოალი და რაღაცეები, რაც დამჭირდება სახლის აშენებაში და გამომადგება. მოდი დავიწყოთ ახლა სახლის აშენება, უკვე შევუდგეთ რა. პირველ რიგში დაგჭირდება ხეები. გადავამუშაოთ. ხო, ისე რომ იცოდეთ, გათვლილი არ მაქვს წინასწარ რამდენი რამ დამჭირდება. შეიძლება ხელახლა დამჭირდეს რესურსების მოგროვება და უცებ ავდგე და ხელახლა მოვაგროვო რესურსები, რაც აქამდე მოვაგროვე. მოკლედ, როგორი შეიძლება იყოს? ამ ნაწილისთვის კი გამოდგება, მაგრამ აი, აქედან დავიწყებ. აი, მე ამას არ მოვასწრებ, თუ რამე აქ შახტა კი გვაქვს, მაგრამ არ ავშოს. აქედან იქამდე არის 30 ბლოკი. აი ამ ბლოკის ჩათვლით რა, მოკლედ. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 მოკლედ 1 არ დავდგათ, 1 3 1 2 3 აი ესე 2 1 2 3 აი ესე კი ბატონო. ამდენო ერთი ბლოკით დაშორება იქნება 1 2 3 ვახ 1 კიდევ რა შეიძლება? აი აქ შეიძლება გავგოთ 1 2 აი აქ 2 მოკლედ ხალხო. ცოტა გრძელი ვიდეო გამოვა, დამეწმეთ, მოსაწყენით შეიძლება იყოს, მაგრამ აი საბოლოო ჯამში ისეთ სახს ავაშენებ, რომ აი იღირება ალბათ დროის დახარჯვა ამ ვიდეოზე რა. 1 2 3 4 აი აქ მე-4 იყოს 1 2 3 აქეთაც მე-4 1 2 3 4 უკვე ეს მიწა ჩამოსაჭრელი აქ როგორც ჩანს. ეს არ არის კარგი, ბევრი წვალე და მოგვიწევს. მოგეხსენებათ, Minecraft თამაშობ ალბათ 5 წლის ასაკიდან. და აი ეს თამაში არის ჩემი პირველი სტარტა თამაში, რითაც დავიწყე, აი ზოგადად კომპიუტერზე თამაში და მოღვაწეობა კომპიუტერზე. მოკლედ, ისეთი პერიოდი
მაშინ რომ არ მქონდა საერთოდ არც კარგი ვიდეო კარტა, საერთოდ არ მქონდა ვიდეო კარტა Pentium-ის რაღაც ძველ ვერსიის, უბრალოდ აი ბარათზე თამაშობ Minecraft და ანუ ერთადერთი თამაში იყო, რომელიც 1.0 ვერსიით თამაშობდა და თან ჩემი კომპიუტერიც გაჩავდა. ეს თამაში იმდენად მიყვარდა, რომ აი დღე და ღამე შეიძლება გამეთენებიოს და მეთამაშოს აი დიდი ანუ აი ნახევარი საათის პაუზა რო ავიღოთ, თუნდაც თქვა, აი ნახევარი საათის, აი პაუზით და შეჩერებით და შესვენებით, მოკლედ რა. 2 3 4 მეოთხე ბლოკი აქ არის. და იქითაც 1 2 3 მეოთხე ბლოკი აქ არის. 1 2 3 1 2 3 ანუ ორივეგან ერთნაირადაა. აქეთ 1 2 3 არა. ეხა კიდევ აქეთ გავაკეთეთ 1 2 3 4 1 2 3 მოკლედ და კონკრეტულად შეიძლება უკვე აქედან გავაბა ხაზი აი ესე 1 2 3 პირველში არის 1 2 დაშორება, მეორეში 1 დაშორება, აქაც 2 დაშორება. მოკლედ ჯერ უნდა დავწერო 2 დაშორებით აქ 1 2 აქ აქ 1 2 3 აი ცუგა 1 2 აი აქ 1 2 3 მე ზუსტად გამომდის კი ზუსტია აქაც 2 დაშორება აქ 1 2 3 და აი ახლა მეორე დაშორება მინდა მე მგონი 1 2 3 არა აი აქ უნდა სეიგი აქ 1 2 3 ოკეი აქ ერთი თმინდა დავაშორე 2 3 ჩამოწევ ნდოს ორის ინტერვალი აქ ერთი ინტერვალი 1 2 3 აქ უნდა იყოს მესამე ბლოკი შედარებით მაღალი გამომიდა მოდი აქ 1 აქ უნდა იყოს 1 2 3 აი ეს აქ უნდა იყოს თუ აუცდი მგონი აუცდი აქ 1 2 აქ 1 არა აი აქ უნდა იყოს 1 მეორე აქ უნდა მომწევს მოკლედ რა ძალიან აუცდი ამ მარეს ახლა პირველი ეს ბლოკი მე არასდროს ვიფიქრე რომ მეორე ამას მოუწევდა მოკლედ 1 2 3 მერია 2 აქეთაც 1 2 მესამე და დამარჩენი 2 აქეთ ხარეს უწევს 1 2 3 ინტერვალი აქეთ აქვს 1 2 3 ინტერვალი აქეთ აქვს 1 2 3 აქეთ 1 2 მესამე აქეთ 1 2 კიდევ 1 3-ია აქ უბრალოდ და 1 2 3 აი აქ 1 2 3 აქაც ასე 1 2 3 1 2 3 ეს არის ბოლო მესამე ბლოკი ხო წესით ამის პირდაპირ მოდის აი აქ 1 2 აი აქ და დავიძინო ну როიცოდეთ ეს საფუძველია ჯერჯერობით ამას დახვეწა ჭირდება კიდევ ჯერ არ არის ისე მოყვანილი ზომებში და ფორმებში ну 1 2 აქ უნდა იყოს მომდენო აი აქ აი ესე კი ამის ზუსტად არის და მომდენო 1 2 და
აი აქ უწევს ზუსტად მე მგონი, ხო? 1 2 აი აქ 1 2 3 აი ეგრე. ჩვენ დანაშაული გამოვასწორეთ და მოკლედ რა გვჭირდება აქ? პირველი სართული უნდა იყოს deep slate-ისგან შემდგარი სართული. ასე რომ ლუთი სამი სტაკი გვაქვს მხოლოდ მეტი სამოტანა შემეზარა გუშინ და აღარ ამოვიტანე. მოკლედ აქ გადავხედოთ ახლა რა ხდება 1 2 3 6 აქეთა 1 2 3 ასე აქ პანჯარა იქნება შემიძლეთ ესეთ პანჯარა უნდა იყოს აქ სამიანი პანჯარა გაკეთდება და აქ ისევ ერთიანი анда შეიძლება საერთოდ ფენსები ჩავსვა. ნუ ვარ ფენსები უფრო მოხდება. ბევრად ლამაზ უნდა იყოს ფენსები, ასე ვიდრე ფენსების გარეშე, ჩემი აზრით. კარგია. მე მინდა მოვხდეს ესე გაკეთება არის. 1 2 3 1 2 3 აქ ჩაისა სისხლი სიგებია 1 2 3 ეს ასე დავტოვე 1 2 3 4 5 6 7 და 8 ესე იგი თითო კუბში მიდის 8 ბლოკი გამოდის რომ მომდენო ბლოკები შემიძლია თითო ამაშენო მეორე სართულისთვის მოკლედ ну ეს არის ნაწილის აი ამ ნაწილის როგორც ხარ პირველი სართულის მხარე და ну ეს ისეთი ადგილია რომ ამას გასწორება აღარ დაჭირდება ჩემი აზრით ავიღოთ ახლა ეს და ვიღეთ მიწის მოთხოვნას ვინც ფიქრობს რატომ ხრიჯერ მიწასა და რატომ პირველი მეორე სართული აღაშენებთ ну ჯერ ხო საქმეობენ უნდა იყოს აქ რესურსები შემოვიდა და გავდგა და აი რაღაც ისე აი დავხვეწოს აი რაღაც პატარა რომ დაენს გავხდეთ ეს ისე აი ესე გავავიდოთ და სრულებით საკმარისი იქნება ორი ადამიანისთვის რომელსაც თორემე შეიძლება ითამაშოს Minecraft-ი აქ ჩესტებით დაეტევა საკმარისი ლუთიც იქნება საკმარისად ნამაზიც გამოვა ეს იყო კომფორტული საშუალო სახლი იქნება ალბათ ეს რა იქნება ეს არ მეყოფა რა როგორც ჩანს აი კიდე გაკეთება ხო და всё რა მოკლედ ხახო არენდოთ რკინის ნივთებს არ უჭდება ჭირდება დაიმონდები რომელიც ჩვენ არ გვაქვს სამწუხაროდ მოკლედ რა შეიძლება ეგრე ხარ მოდი ჩემთან წავედით ამ კაც კიდე წამდაუწუმ როგორ შევდება რა ჭირს всё მოკლედ ეს ნაწილიც ამოვთხარეთ როგორც იქნა და აიხლა რა შეიძლება deep slate მოხდეს ძირს აი აქ იმენა აქ რო გავაკეთოთ რა თქმა უნდა cobblestone
ნუ გამომშალი cobblestone-ის უფრო გამოსადეგარი იქნებოდა გამომშალი cobblestone-იც, მაგრამ ჩემი აზრით ეს ახლა ჩვეულებრივ cobblestone უფრო ლამაზი იქნება ამ დიზაინისთვის. მე მგონი. ხო და გამოვიყენებ მაგ ჩვეულებრივ cobblestone-ს რა. Akats es izolēju. მე მგონი არ მეყოფა. მე მგონი კი არა არ ყოფნის. თითო. მოკლედ. რაღაცა ისეთი უნდა გამეკეთებინა, რაზეც ბლოკები მექნებოდა დათვლილი, მაგრამ არ გამოვიდა სამწუხაროდ. აი ეს როაც და დამჭის მოვიტანა. წავედით. ესე გამოვასოთ. მე ჯერ cobblestone-ს აღარ გამოვიყენებ, იმიტომ რომ cobblestone-ი მაინც ისეთი ბლოკია, მოუხდება მხოლოდ ალბათ პირველ სართულის floors და აი მეორე სართულის floors-თვის უფრო სხვა რაღაცას გამოვიყენებ, ან ხეს გამოვიყენებ, ან deep slate-ის მსგავს ლამაზ ბლოკს, ან ამის უფრო უკეთეს. ცოტა ისე იქნება რა. აი თულად დასამუშავებელი სახლი იქნება და შეიძლება ერთ ნაწილში ვერც მოახერხო გადაღება თავიდან ბოლომდე. მოკლედ, cobblestone-ი აღარ გჭირდება. გამოვიყენებ იმ შემთხვევაში, თუ დამჭირდება cobblestone-ის გამოყენება, უბრალოდ მხოლოდ მაშინ. დანარჩენ შემთხვევაში არა. მოკლედ აქ ესეც ასე, გავაკეთებ კიბეები, ცოტა მეტი. ცოტა მეტი კიბის გაკეთება უკეთესე იქნება ჩემი აზრით. წავედით, გავაკეთეთ მეორე სართულის უბრალოდ მეორე სართულისთვის ლამაზად კიბეები. გრამატიკას გამოვიყენებ გადასასვლელად და უკეთესი იქნება. მოკლედ. პირველი სამი იქნება ეს და ეს, ხო? დავუშვათ. მეორეზე აი ესე. ცოტა დიდხნიანი იქნება ამის ჩალიჩი ძალიან რთულია. ძალიან რთული რა, უფრო სწრაფადაც შეიძლება, მაგრამ დიდი ხანი არ გვითამაშნია Minecraft-ი, ამის გამო ცოტა გაგვიჭირდა შეიძლება. ეხლა გადაც ასე 1 წინ გამოვწეროთ 1 2 2 3 4 ხო, ასე ნება, იმიტომ ვაკეთებ, რომ ანუ მინდა რომ თითოეული ბლოკი მქონდეს, აი, როგორ გითხრათ, წინასწარ დათვლილი რო იყოს რა, აი, ცოტა ისე რო არ ამერიოს რამე რა. 1 კიდევ ასე. გავუწევთ. აქედან უყურებ. და მეგონი არ მეყოფა, ხო? მეგონი არ მეყოფა. ვაჭრელი არ მეყოფა. დავქროთ კიდევ ერთხელ. სტაკი და 12 წესის სრულებით საკმარისი უნდა იყოს. აქეთ ანალოგიურად არ მაქვს. ამაზე გამოვაყოლე. აქ შეცდომა მქონია. აი ეს მთლიანად შეცდომა. არა, მაგრამ რატო პირიქით იქეთ შემიძლია გავასწრო უფრო უკეთესი იქნება. სადაც ასე ხო არ გავაყოლო. მეგონი ასე ჯობია.
შევხედავ. კი, ასე ვერჯობია. გადავარდა. არა უშავს. აი ესე. ეს მოკლედ ისე დაღამდა. და აქედან შემეძლო აი ასე წამოსულა, ხო? კი. აი ასე შეიძლება და ბევრად უკეთესია. მოკლედ. წავიდეთ დავიძინოთ. არა მონსტრები ხელს შეგვეშლიან. მოკლედ. აი აქ შეიძლება უკვე გაგრძელება. და ესე. ნორმალური არის ჩემი აზრით. ნორმალურია. ფუფ. ნორმალური. აი აქ შეიძლება საერთოდ ეს მხარეც ანალოგიურად მსგავსად აი ესე ლამაზად გამოვიდოდა. ესე წინა ეპიზოდში მე თქვენ შეგკვირდით ჩვენი წინა სახლის დათვალიერებას და აუცილებლად დაგათვალიერებიეთ იმ წინა სახლის იმ სერვერზე, უბრალოდ თავარია იმ სერვერის IP ადრესი ვიპოვო. შემდგომ პერიოდში თუ მოგინდებათ ჩვენთან თამაში, შეგიძლიათ მოგწეროთ, დაგვირეკოთ, არის მითითებული ჩვენი email-იც, mail-იც და ანუ დაგვიკავშირდეთ და ერთად ვითამაშოთ შემდგომში Minecraft-ი, რაც უფრო მეტი ვიქნებით, მით უფრო უკეთესია. თვის რო გამოვიდა. ანალოგიურად ხო არ ქნა კაც. თუ შეიძლება ხარ ეს ნორმალური ეს. აი ეკიოს. არ მომეწონა ესე არ მოწონა გავაკეთე. როგორც უკეთესი იქნება, ისე უნდა გავაკეთოთ. ამიტომაც მოშლა და წაშლა და ხელახლა დაწყება არ არის პრობლემა. ესე იგი, აქეთ მხარეს ეს აკეთებს, აკეთებს. აი ეს ნაწილი უფრო უკეთესია შედარებით, ვიდრე აი ეს მხარე აქ. ჩანდაბა. აქ აი ესე 1 2 Start coming down. I see. Як Сестра инда Давид сват. Start coming down.
ასე პირად უკეთესია ჩემი აზრით. ცოტა გარეთ გადამოსული რომ არის, მაგას მისი მოამი აქვს და მაგას მოგახსენებთ რატო გავაკეთე ასე. მე ძალიან მიმასება ლენსები, თუ იცით ლენს რომელი ლენს არის, აი თორჩის მსგავსი რო არის, ოღონდ ჩამოსაკიდებელი და ამაზე ჩამოგედება შეიძლება ასე. და ეგრე, მგონი ერთი დაკლა კიდევ აქ. Так. და აი ასე. აი ეგრე. აჰა, მოკლედ. ეს ნაწილს გავაკეთეთ. იდეალურია. იდეალურია კი. კარგია. და ნუ ამას აქაურობას სავარაუდოდ ამით ამოოს და ეს იქნება ანუ მეორე სართულის როგორ თქვა floor რა იატაკი ეს იქნება იატაკი ამაზე კარპეტებს და რაღაცებს დავაკეთებ ახლა ვფიქრობ დეკორისთვის პირველ სართულს რა შეიძლება მოხდეს. ჩემი აზრით ლამაზი იქნება ბერელები, მაგრამ წიგნები არა გვაქვს ჯერჯერობით. წიგნების გარდა ბევრი რაღაცა რაც არ გვაქვს. მოკლედ. ეგ მოსაფიქრებელი მაქვს რა უნდა გავუკეთოთ პირველ სართულს დიზაინად. ჯერჯერობით მხოლოდ ესენი გვაქვს. რაც აქაა. მოუწევს მე მგონი გადაკეთება ყველაფერს დიზაინისთვის. ესე კიდე მოვიდა ისეთ მაგარი თავში. მეორე სართულის ანალოგიურად რომ დავად გადაშენო მორი დიდი გუმბათი დავეთო. არ იქნება ცუდი იდეა. მოკლედ. ასეთი იდეა მაქვს. მეორე სართულს რომ ანალოგიურად ასეთი ხეებით გავაკეთო, ოღონდ deep slate-ის მაგრად სხვა ბლოკს გამოვიყენებ. და ბევრად უკეთესი ის ქონდეს ვიზუალი მეორე სართულისთვის იმ ნაწილს, რა, აი მაგისტვის ვფიქრობ ხარ რა შეიძლება რა ბლოკი გამოვიყენო. ცუდი ვარიანტი არც ის იქნება. და გასპოილერებთ. რაღაცას ისიც გამოვიყენებ, რაც ძალიან მოხდება deep slate-ს. ან შეიძლება ისე deep slate-ი გამოვიყენო, არ ვიცი.
მოკლედ ცოტა გაცილებული ვარ, არ შეიმჩნიოთ მახველებს. ავიღოთ. ჭირდება. ესენი არ ჭირდება უკვე. მე ეს ხوار გამოვიყენო, ეს კი მომიტანი, მაგრამ მოუხდება ვითომ. მე მგონი ჯობდა პირველ სართულზე გამეშვა მუქი ხელი, მეორე სართულისთვის სხვა გამომეყენებია და მოდი ლამაზ ფერებში რო იყოს, მაინც ამას გავაკეთებ და ამათგან უბრალოდ საფუძველს ავიღებ და მაგხის ფერებს ჩავსვავ. მოკლედ, აი აქ არის პირველი კარები. 1 2 1 2 3 1 2 3 1 2 3 1 1 მეგონი კარგია. ეხლა მოდი აქედან და დავაშორო კიდევ ერთი პუნქტით, თუ აქ როგორ მოგს გაკეთებული. არა, აი, პირიქით ვაკეთებ. მეგონი ჯობია რა, თუ აქეთ როგორ არის. აქეთაც იგივენაირად, კაი იყოს ასე. მოუხდება ლამაზია ბევრად, ძალიან სტრუქტურულად აგებული არ იქნება. აქ შეიძლება 1 2 3 1 2 3 ხო, ორივეზე განსხვავებული კონსტრუქცია იქნება, უბრალოდ განსხვავებული რაც იქნება, იმაში იქნება, რომ ხაზები იქნება განსხვავებული ქვევით და ზევით. აქაც დავიღოთ 1 2 3 ასეა, აქაც ასეა, აქედან 1 2 3 4 5 6 7 აქ ნუ 1 2 3 იბატონო. 1 2 3 მეოთხე ბლოკი აქ. არა, აქ ეს უნდა ვაშენოთ. მეგონი ასე ჯობს. მეოთხე 1 2 3 მეოთხე და აი ესე მოკლედ აი ეს არის მეორე სართულისთვის საფუძველი და აი აქ უკვე რასაც გამოვიყენებ უნდა იყოს მუქი ფერის ხე რომ მოუხდეს დაბალ სართულს. ან მუქი ფერის ხის მაგრად შეიძლება ითქვას აი ესენი გამოვიყენო უბრალოდ ჩასასხმელად და ესეც ბევრად ლამაზი იქნება ჩემი აზრით, მაგრამ მონსტრები ნაგვყვება. ავიცინოთ. შეიძლება არა, ყოფილი გვეყოფა უბრალოდ მაინტერესებს თუ მოუხდება მაინც. 1 2 3 აქ იქნება წინ აივანი სავარაუდოდ. აქ 1 2 3 აი 3 1 2 3 ასე იმიტომ ვაკეთებ, რომ ლამაზად გამოჩნდეს, ხე უნდა იყოს აი ასე სწორი მიმართულებით, რომ ლამაზად ჩანდეს რა. ამის გამო ასე დავტოვებ, ჯობია. 1 2 3 აქ საერთოდ ლენსების გაკეთებაც შეიძლება. 1 2 3 ერთიანი პანჯერა იქნება. აქ სამიანი გამოვა. აი ესე.
cool. ეს ბლოკები საჭიროა. 3 1 2 1 2 მესამე აქ. ბევრს კითხვა გაგიცემათ, რატო აკეთებ ანალოგიურად, როგორც თქვით არის, ანუ ეს უბრალოდ ასე გამოჩნდება, რომ ახლა ანალოგიურს ვაკეთებ, მაგრამ სტეკლოები არ იქნება ზოგან ლენსი იქნება, ზოგან გავადიდებ, გააჩნია აი როგორი ვიზუალი უფრო მომეწონება, აი ესეთი თუ მეორე და მაგის მიხედვით ავარჩევ. სტეკლოსაც ჩავსვავ, ლენსსაც ჩავსვავ და ნახავ რომელი აჯობებს. მაგის მიხედვით. 2 3 და კარგია. ასე. აი. აქ ავთვალეთი მეორე. ერთი. აგერე. 2 3 სახურავი, რაც შეეხება სახურავს. ეხლა ეგ უნდა მოვიფიქრო. აი როგორი სახურავი შეიძლება გავუყენო. არც ძალიან სულელური სახურავი მინდა და არც ძალიან პატარა სახურავი არ მინდა. აი ჩემი აზრით თანაბარი სახურავი უფრო ლამაზი იქნებოდა, მაგრამ აი სამკუთხედი ამას არ მოხდება წვეტიანი რო არის. როგორი გადახურვა შეიძლება გავუკეთოთ ამას აქ. აი, მაგასაც მოვიქრებ. ახლა მთავარია ვაკეთოთ კიბეები 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 23 ბლოკი გვაქვს. 23 ბლოკიდან ახლა ჩვენ 12 რო ავიღოთ 1 3 4 5 6 7 8 9 10 13 ბლოკი არის ეს. აი აქ დავდგეთ და აი ამის სივრცე გავაკეთოთ აქ ეს 1 2 3 4 აქ 4 გავთხარეთ, ახლა ნახოთ 1 2 3 4 5 6 7 8 9 17 ბლოკია. 17-დან ახლა ჩვენ რა ვიღოთ მე-9 ბლოკი. ნახოთ თითოეულ 1 2 3 4 5 6 7 მერვე აგვეღია. მაშინ აქაც მოვიდეთ. მოთ 1 2 3 4 5 არ დომია ის ჩვენ რო გვეგონა რომ დაჭირდებო და ალბათ კი ამჟამად უნდა გვაყოს წესით უნდა გვაყოს. იმიტომ რომ ერთ სართულისთვის ვაკეთებთ კიბეს. მეორე სართულს ცალკე გავუკეთებ სხვანაირ კიბეებს. როგორც მე უფრო მომეწონება ესეც. აქ ჩამოვიტანოთ. აი ესე. მოკლედ და აი ესე. ალბათ მოვიწევს მომაშოროთ. მოგეთ, ყველაფერს უფრო დავხვეწავ, თავარია, აი ჯერჯერობით ეს მოვჩეთ, აი ეს ნაწილი რაც აი როგორ გითხრათ, მნიშვნელოვანია და შემდგომში ყველაფერს გავალამაზებ. ესე ვქნათ. აქეთ აღარ უნდა. აი იყოს მაინც. გამოდის თუ რა უნდა. ოკეი. всё. აქ იქნება პატარა რაღაცა რა, ანუ ჩემი აზრით ესე უხდება ხოლმე კიბეებს, ასე რომ ალამაზებენ.
და აი ჯამარა და ესეთი გამოდის ბოლოს, აი რაღაცნაირად დიდრული ტიპია რა ხვაზე ხარ. არა, აი აქ კიდე ერთის დამატება შეიძლება. მაგრამ არ უნდა, მოდი იყოს. რაღაცა არასტანდარტულიც ხომ უნდა იყოს. მოკლედ, შემოვიტანთ ახლა ლუთი. ჩვენი ლუთი. გავაკეთეთ ამ შულბ აქ რომელი ხისგან გავაკეთებ ჩესტებს. გავაკეთეთ ჩესტები, გავაკეთეთ აი ესენი. გავაქვს ხე. გავაკეთეთ ბერელები. მაგრამ ერთი ბერელი არ გვეყოფა, ბევრი ბერელი გავაკეთოთ. აიო 15 ბერელი, 8 ჩესტი. ან შეიძლება რაღაცაც იქნება. ავიღოთ ესენი. წავედით. იქ crafting table დამოვიწყოთ. აი წავედით. Так. აი ესე. მოკლედ და ნაზად. ეს არის შემოსასვლელი ერთი, ეს არის მეორე შემოსასვლელი და რატო ვაკეთებ ორ შემოსასვლელს? მაგის მიზეზსაც გეტყვით. ხალხო, ეს ტყე მომეწონა ძალიან. აქ ამ ტყეში შეიძლება ბევრი რაღაცას გაკეთება და გაშენება. სავარაუდოდ გავაკეთებ ფერმას, რომელიც ამ ტყესთან ამ ტყეში დომინირებას მოახდენს და როგორ გითხრათ ახლა ძალიან მოუხდება ერთი სიტყვა ჩვენ სახლს იქ რასაც გავაკეთებ. აი ესენი აუცილებლად უნდა მოვთხაროთ, მაგრამ როგორც მოგეცემათ, ჩემი მოხელე ეს არ არის და ამას შემდგომ ეპიზოდში გავაკეთებთ. უფრო გავალამაზებთ, მოვასუფთავებთ აკრობას. ბევრად ლამაზი იქნება, ბევრად უფრო მოხერხებული ადგილი იქნება. სტეკლები დამრჩა. შუშა, მინა დამრჩა. ეს არის. ავიღოთ. მოკლედ. ნო, არა, პირველ სართულზე აუცილებლად მინა ჯობს. ბევრად. მეორე სართულს უფრო მე მგონი ლენსერი მოხდება, ცოტა შავი არის იქაურობა, უფრო შავფერშია და ნუ ბევრად მოხდება ალბათ აქარობას ლენსები. აქ ქაურობას გავაკეთებ მომდევნო ეპიზოდში. ეს მხოლოდ დეკორს გავუკეთებ პირველ სართულს და ეგ იქნება. მოკლედ ესენი ავიღოთ. ესე. საიდან დავიწყოთ? აქ დავდგავ. აი ესე შეიძლება. ერთი ეს და ერთი ეს. და იქ იმისადაც შეიძლება მოგონა ლამაზია, ხო? არა. ეს აქსესუალია. აქ დადგავ crafting tables. ერთ furnace. ნუ აქაც მეორე furnace-ის გაკეთება შეიძლება, მაგრამ მატერიალები არ მყოფნის. აქ დადგავ ერთ crafting tables, აქ ერთ furnace. აღარ ჩესტები. აქ პანჯარა ასეა, 1 2. ოი, აქ ეს დამჩა. არ მე აღარ რაღაც შემოიყვანებოდა. მოკლედ, ესეც ასე. და ეხა ჭირდება ის მაინც რო გავაკეთოთ და გადავამუშავოთ ცოტა რკინას. ვიღოთ crafting table. და აი ეს. აი აქ არის 3 ცალი მხოლოდ, კარგი რა, მეხუმრები. ცოტა ბევრი გჭირდება. 7. შეიძლება ერთი აქ. ერთი აქ. ერთი შემოსასვლელი.
სპელში იქნება. აი აქაც რაღაცებს დავალაგებ, ანუ ბევრი რაღაცა მომიწევს, მაინც რა გავაკეთო და აი უფრო შეიძლება გავალამაზო აქაურობა კიდეც ასე და ერთი ასე დავდოთ. ამაზე მოდი აქ experience დავდებ, აქაც დავდებ და აქ იმას აი ესე შევდებ. ერთი, ორი, იქ უნდა გავაკეთოთ. ესე. ეს აქ. ეს აქ და ეს აქ. ეს დავდოთ. და ეს დავდოთ. ხო, ვინც არის ეს ბერელები, აი ძალიან მივასება რაღაცნაირი აი როგორ თქვა, საყვარელი ლუთის ჩასაწყობია რა, აი ძალიან მოხერხებული რაღაცაა, ბევრი ჩესტის ადგილი თუ არა გაქვს, შეიძლება ეს დადო ნებისმიერ ბლოკის ადგილას და აი ისე ჩაულებრივად შეძლებ ლუთის შენახმას, ვითომ არც არაფერი. კიდევ ჩესტები გვაქვს, აქ ჩესტებს, აი აქ ჩესტებს გავაკეთებ ისევ, მოდი სადა crafting table ნახოთ. გადავამუშავოთ ეს ხე, აღარ დაგჭირდება სავარაუდოდ. დავიღოთ 8 ჩესტი ისე. 1 2 3 4 დაკ 1 2 3 და 4. ნუ როგორც ჩანს ცოტა დიდხნიანი ვიდეო გამოვიდა. მაგრამ არა უშავს. მოკლედ, აქ შეიძლება ერთი ამის ასე გაკეთება. იქით ახლა იქეთ მხარე დაბნელდა. აი გამომეწონა. აიოთ ისე და გავაკეთოთ ისე. სამი ცალი გვაყოფა. კარგი, ის დანარჩენი ლუთი გარეთ გვაქვს. მოდი შემოვიტანოთ მაინც, რაიცი რა ხდება. ეს არა ჯერ შევავთ. წავიღოთ. პლუს 2 ჩესტი გვაქვს. ნუ ამ ჩესტების ასე გადანაწილება შეიძლება ლამაზად გამოჩნდეს. თითო ჩესტი. კარგი. რახან ჩვენ უფრო ხშირი გამოყენებით ფორნისები დაგვჭირდება, 4 ცალ ფორნის გავაკეთებ და ერთ საკეთ დავადებ, ერთ საკეთ. მშვენიერია. ერთ საკეთ და ერთ საკეთ. აი ეგრე მომწონს, უკვე კარგია. მოკლედ, ერთი აქ დავდოთ. და აი ესე სახლის განათებაც ცოტა უფრო სტანდარტულია, ცოტა უფრო ლამაზად ჩანს, ეს აქ ჩამოვყიდოთ. აი ეგრე. მოკლედ, ეს არის ჩვენი პირველი სართულის დეკორაცია. ნუ არ დამიმთავრებია მატერიალები, აღარ მყოფნის ხალხო, რა გავაკეთოთ? აღარ არის საკმარისი მატერიალები. აი, აღარ არის საკმარისი მატერიალები, ნიშნავს ვეღარ გაგრძელდება ვიდეო. ხო და მოკლედ. გადავანაწილებ ახლა ყველაფერში თანაბრად ლუთს და გარედანაც ბარემ იმ ლუთსაც შემოვიტან. აი ვაწყობ ხეებს. სავარაუდოდ და იქ შევაწყობ ხეებს და ხის მადნეულს. Deep slates და ქვის მსგავს მატერიალებს. შუშა. მოკლედ აქეთ გავაკეთებ ხარახურას chests. ბერელები აუცილებლად გამომადგება ისევ stick აქ ჭირდება. ესე აქ ჭირდება. აი ესე. ესეც ასე. მოკლედ ლამაზად აი ესე. ავიღოთ ისე ეს და ჩემი ლოგინი წავიღოთ ბარემ. ნახოთ ერთი ახლა. არა, ვიზუალი ჯერ არა აქვს სახლს. არა უშავს, რაღაცა იქნება. ჯერჯერობით. სავარაუდოდ სახლისთვის მე მგონი მე ზევით ავირჩევ მოსასვენებელ ადგილს, უფრო უკეთეს იქნება, უფრო ლამაზი იქნება ჩემი აზრით. ამით თორჩებს გავაკეთებ ახლა. თორჩები აღარ აქვს. აი ესე. კარგია. ნუ უკვე აღარ გჭირდება აქ. კიდევ ერთი ჩესტია. აქ დავდებ ამ ერთ ჩესტს. როგორც აქ მიდის. ისე მე თუ მკითხავ, ბევრი ჩესტის არ ქონა, ანუ ბევრი ჩესტის ქონა არ არის
აი ცუდი ლამაზია პირიქით სახლისთვისაც და ანუ შენც უფრო გამოგადგება ბევრი ჩესტი. აი ესე. კიდევ დავკროთ 8 ცალი. ერთი აქ. ერთი აქ და ერთიც აქ. კიდევ ოი ასე ხო ჯობია ვიზუალურს ეს. კი. ასეც ლამაზია. ესე. ასე. მოკლედ, აქ დავდებ კიდევ ერთს თუ არა, მოკლედ, აქ არ უნდა. შეიძლება ერთის დადება. კიდაც შეიძლება ერთის შესწრას დადება. აი ეს. და მოკლედ. ესეც ასე აქაც მოვჭით, აქაც მოვჭით. ესენი ჩავყავთ მოკლედ, რაც აქ ჭირდება. რამდენი სისულელე ნივთია ახლა აქ. უბრალოდ რისი გამოყენებაც საერთოდ არ არის აუცილებელი, არ ვიცი რა. აი ამას ავიღებ. ამის დადება შეიძლება აქ უკვე. მოკლედ ეს არის პირველი სართულის დიზაინი. რაც არის ეს არის. ამას უფრო გავალამაზებ, გავანაცვლებ აქტუალობას უფრო გავალამაზებ, მაგრამ მოკლედ ამ ვიდეოსათვის სულ ეს იყო. აქ დავამთავროთ მოკლედ ეს ვიდეო. მადლობთ რომ უყურებთ ვიდეოს, გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო და თუ გინდათ რომ მომდენო ეპიზოდში რომა სამჯერ მოვკლა ან მომეჯა, მაინც კიდევ დალაიქეთ ვიდეო, კიდევ გამოიწერეთ და აუცილებლად მოვკლავ სამჯერ ვიდეოში. ან უფრო მეჯერ. ნახვამდის.